საღამომშვიდობისა კვირას 9 საათზე თქვენ პოსტფაქტუმს უყურებთ, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. საქართველოს უკვე პირდაპირ მოიხსენიებენ იმ სახელმწიფოთ, რომელიც სავარაუდოდ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ამით ეხმარება პუტინს სისხლიანი ომის წარმოებაში. გასულ კვირას ეს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის იმ მაღალჩინოსანმაც თქვა და თან უმაღლესი ტრიბუნიდან, რომელიც ბოლო წელიწადნახევარია სწორედ რუსეთის რეჟიმის და მისი სამხედრო კომპლექსის სანქცირებაზე მუშაობს. ქართული ოცნების მჭიდრო კავშირები რუსეთთან. სანქციებთან არ შეერთება და ლარსის გამშვებ პუნქტზე მრავალ კილომეტრიანი რიგები ეჭვებს ბუნებრივად აღძრავს და ამძაფრებს. და ახლა ამ ეჭვების გადასამოწმებლად ირკვევა, რომ სპეციალური ჯგუფები ჩაერთნენ. რუსეთის სამხედრო კომპლექსს კი ნამდვილად უჭირს 50 წლის წინანდელი ტექნოლოგიები, სათადარიგო ნაწილების მუდმივი დეფიციტი, იმპორტირებულ ჩიპებზე ზედმეტად დამოკიდებულება და ამას დამატებული სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან. არსებულ ვითარებაში უკვე დგას ნაწილების დეფიციტი, მათ შორის საბჭოთა წარმოების სამხედრო ბომბდამშენებისთვისაც კი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გიყვებოდით იმაზე, რომ თბილავი-ამშენში სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი კონცერნი რუსულ სამხედრო გამანადგურებლების კომპანიას სუხოისთან თანამშრომლობდა და ერთობლივი კომპანიაც კი ჰქონდათ დარეგისტრირებული. საქართველოში კი წამყვან პოზიციაზე ამ კონცერნში პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიძე იყო დანიშნული. ცოტა ხნის წინ ასევე რუსული პროპაგანდისტული მედია საუბრობდა იმაზე, რომ კრემლის მოკავშირე აფრიკული რესპუბლიკები აპირებენ რუსეთს მის საკუთრებაში არსებული საბჭოთა ბომბდამშენები დაუბრუნონ სათადარიგო ნაწილების სახით. საუბარია Su-25-ზე, რომელიც თბილავი-ამშენში ეწყობოდა თავის დროზე, რომელიც ყველაზე იაფია შესანახად, ყველაზე მეტი გაფრენის შესრულება შეუძლია და ნებისმიერ თუნდაც უკვე პენსიაზე გასულ საბჭოთა მფრინავს შეუძლია მისი მართვა პრიმიტიულობის გამო. სწორედ ამიტომ ბოლო თვეებია რუსებმა Su-25-ების მოგროვება დაიწყეს. Su-35 და Su-34-ის თანამედროვე ბომბდამშენებია და ძალიან ბევრი დაკარგეს რუსებმა, ზედმეტად ძვირია და სამართავადაც სპეციფიკური. ამიტომაც აქცენტი გადაიტანეს მოძველებულ Su-25-ზე. საინტერესო კი ის არის, რომ კონგოს რესპუბლიკის კუთვნილი სულ-მცირე ერთი Su-25 პოსტფაქტუმმა თბილისში იპოვა. საკითხავია ახლა ამ ხომალდებს რემონტს უტარებენ და ისევ აფრიკაში უნდა დააბრუნონ თუ დამკვეთს სხვაგვარი გეგმები და ჩანაფიქრი აქვს. სამშაბათი საღამოს 7 საათი მოსკოვის პროსპექტზე კონგოს რესპუბლიკის დაზიანებული Su-25-ები თბილავი-ამშენში სავარაუდოდ დასაშლელად გადაჰყავთ. ვიღებთ ფოტოებს, დაზიანებული Su-25-ის კუდზე ადვილად გასარჩევია და შეიარაღებული თვალითაც იკითხება კონგოს რესპუბლიკის დროშა. ეს არის ძალზე რთული, ძალზე სერიოზული და ძალზე ასე რომ ვთქვათ რისკის შემცველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის აღნიშნული საკითხი. კონგოდან ჩამოტანილი და ასე რომ ვთქვათ Su-25-ის დანიშნულება, რა მოტივით ჩამოვიდა და სად უნდა წავიდეს და რა მნიშვნელობა ექნება აბა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს ბუნებრივია კითხვის ნიშნებს ბადებს. და ამას სჭირდება მიდგომა ისეთი, რომელსაც მოიწვევს, რომელიც ასე რომ ვთქვათ გაანალიზებს ყველა იმ კითხვის ნიშანს, რომელიც ნათელს მოფეს ამ ყველაფერს და ქვეყნის იმიჯი ბუნებრივია იმედებ რომ ამით არ შეილახება. Russia's top diplomat Sergei Lavrov met with Congolese President Denis Sassou Nguesso. უკანასკნელი 10 თვის მანძილზე ლავროვი კონგოსა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს ხშირად სტუმრობს. დახურულ კარს მიღმარაზე საუბრობენ ლავროვი და კონგოს პრეზიდენტი დენის სასოუ, რა თქმა უნდა, გადაჭრით არავინ იცის, მაგრამ ის, რაც დადასტურებულია, უკვე ამ კვირაში კონგოს ლიდერი სანქტ-პეტერბურგს ეწვევა. აქ უფრო მეტად საუბარი არის მაკომპლექტებლებზე, ხო, ანუ რეალურად ვთქვათ ის თვითმფრინავი კონკრეტული ტიპის, რომელიც გამოიყენება უკრაინაში, შესაძლოა იმ თვითმფრინავების მაკომპლექტებლებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შექმნილიყო და მაგ შემთხვევაში ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ აფრიკის რომელიმე ქვეყანას მიეკითხონ დასახმარებლად მოსკოვში დღემდე მოქმედებს სასწავლებელი ხალხთა მეგობრობის, რომელიც თავის დროზე ლუმუმბას სახელს ატარებდა, ეს იყო დემოკრატიული კონგოს პირველი ლიდერი, რომელიც მალევე დაახშეს, ანუ დაამხეს მისი რეჟიმი.
აი ეს იარაღის გაყიდვა აფრიკის კონტინენტზე ძირითადად ხდებოდა არა თქვათ რაღაცა თავდაცვის სამინისტროს ხაზით, არამედ თქვათ ისეთი პერსონაჟების გავლით, როგორიც იყო ვიქტორ ბუტი მაგალითად, ხო, რომელიც ცოტა ხნის წინ გაცვალეს ამერიკელ კალათბურთელში რუსებმა. Давайте начнем с такой информации от Грузии. Я напомню, что ეხლა ვნახოთ რა წერდა ამაზე უკრაინული მხარე. ჯერ კიდევ 6 თვის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს რუსეთს სუ 24-ებისა და სუ 25-ების ნაწილების მიწოდება შეკეთებაში ეხმარება. თვითმფრინავები და მისი სათადარიგო ნაწილები კი კონგოსა და ჩადის რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით მიეწოდება რუსეთს. უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი კულიკმა უკრაინულ მედიაში წარმოადგინა დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საავიაციო ქარხანასა და რუსულ კონცერნ სუხოის ერთი ბიზნეს ჯგუფი და მენეჯმენტი აკონტროლებს, რომელსაც რუსულ ბორჩი თამას სომხიშვილი ჰყავს, ხოლო საქართველოში საავიაციო ქარხანაში ირაკლი ღარიბაშვილის სიძე გიორგი სომხიშვილი. კულიკი დამატებით დამადასტურებელ დოკუმენტებსაც ავრცელებს, სადაც ასახულია, რომ თამაზისა და გიორგის რუსულ სუხოის კონცერნამდე ჰქონდათ გადაკვეთის წერტილები, მათ შორის ლონდონშიც. Самхишвили получил в качестве того, что был партнером Иванишвили. ბოლო პერიოდში უკრაინის ომის შემდეგ სომხიშვილი ბევრად უფრო დიდი მოთამაშე გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. მისი ნათესავი გიორგი თამაზიძე აკონტროლებს თბილისის საავიაციო ქარხანას, სადაც ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რუსული სუ თვითმფრინავების ნაწილებს არემონტებენ. ეს თვითმფრინავები შემდეგ უკრაინის ქალაქებს ბომბავს, მათ შორის ბოლოს ბახმუტს. მას დიდი მიწა მისცეს ივანიშვილის სახლის გვერდით შეკვეთილში, ასევე წყალტუბოშიც მნიშვნელოვანი ობიექტები სწორედ სომხიშვილებს გადაეცათ. მაგრამ ჩვენ გვაღელვებს უკრაინაში მათი ჩართულობა. რაც შეეხება სისტემას, ივანიშვილის დახასიათებით თამას სომხიშვილი მოხვდა რუსული კონცერნის ტამ მენეჯმენტის ბიზნეს საბჭოში. ხოლო რუსულმა მხარემ თავის მხრივ თბილისის საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ბოლო პერიოდში თამას სომხიშვილი აქტიურად ჩაერთო ფილანტროპიული საქმიანობით საქართველოშიც. დღევანდელი მთავრობა ბევრს აკეთებს დღევანდელი მთავრობა. მაგრამ ხალხს არის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც მარტო კრიტიკაშია და მე მიმართავ კიდევ ხალხს. იმიტომ რომ გული მსდგება ხალხო, სანამ ვინმეს გავაკრიტიკებდა პირველ რიგში მთავრობას, თქვენ თავს შეხედეთ. 2019 წელს, მაშინ როცა პრიგოჟინის ვაგნერი აქტიურად იყო აფრიკაში, სირიის რესპუბლიკაში, საომარ მოქმედებებში ჩართული, თამას სომხიშვილსაც აქტიური მიმოსვლა ჰქონდა ჩადის რესპუბლიკაში. ის დაინტერესებული იყო თვითმფრინავების მოვლითა და სუების ნაწილების შესყიდვით. როგორც უკრაინული მხარე წერდა, აფრიკული ნაწილებით გარემონტებული თვითმფრინავები აქტიურად მონაწილეობდნენ ბახმუტის სპეცოპერაციებში, რომელზეც პრიგოჟინმა ციფრინა. Сулхан Папашвили, партнер Иванишвили, насколько я понимаю. თამას სომხიშვილი ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილისა და პაპაშვილის ბიზნეს პარტნიორია. ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. ის ჩართულია რუსული საავიაციო ქარხნის აღმასრულებელ ტავ მენეჯმენტის მართვაში. რატომ არაა მასზე ბრიტანეთსა და უკრაინაში დაწყებული გამოძიება? მით უფრო მაშინ, როდესაც ეს სამეული, ივანიშვილი, სომხიშვილი და პაპაშვილი ერთხელ უკვე ფიგურირებდნენ პანამა პეიპერსის სიაში, სადაც ოფშორებში ეს სამეული დიდ ფულს ათეთრებდა. ამ წუთას რუსულ საავიაციო კონცერნთან საბუთებში არსად ჩანს სავად ივანიშვილი. თუმცა ის, რომ საბუთებში, როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში დაფიქსირებულია როგორც თამას სომხიშვილი, ასევე გიორგი, ეს ფაქტია. თამაზი და ბორის ივანიშვილი კი საქმეს რუსებისთვის ერთად ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აკეთებენ. Прямую связывает обе фамилии и совместным бизнесом. ვაგნერს დიდი გავლენა აქვს კონგოს რესპუბლიკაში იარაღით ვაჭრობაზე, შავ ბაზარზე და იქ ალმასების მოპოვებაზე. ეს კონკრეტული ფაქტებია. მაშინ როცა რუსებს სასიცოცხლო ესაჭიროებათ სუ 24-ებისა და სუ 25-ების ნაწილები, თბილავი ამ შენის მიმართულებით რიგად დგას კონგოდან ჩამოყვანილი მწყობრიდან გამოსული სუ 25-ები. ვთქვათ, ამ მხარეებს შორის ტრანზაქციული ურთიერთობები არსებობდეს. ესეც ფაქტი არის, თუმცა რომ მათი ურთიერთობების შინაარსი სწორედ ესეთი ისინი ვაჭრობენ, თქვათ, რუსეთი მათ აწვდის იარაღს, ის რეჟიმები მათ აწვდიან, თქვათ, რაღაცა ადლევენ უფლებას ალმასის საბადოების მოპოვების ან რომელიმე სხვა ძვირფასი ნედლეულის და ეს არის მათი ურთიერთობების სტრუქტურა რეალურად უკვე წლების განმავლობაში და ვაგნერის ზრდაც ამ რეგიონში თვალსაჩინოა, ვაგნერის გავლენა უკრაინით და უკრაინის თქვათ რაღაც ტერიტორიით არ შემოიფარგლება. პირიქით ომის დაწყებამდე რეალურად ვაგნერის მთავარი დასაყრდენი იყო სწორედ აფრიკის კონტინენტი და ეს იყო ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იზრდებოდა მათი სამხედრო წარმომადგენლობა და ბიზნეს წარმომადგენლობაც. სამწუხაროდ ამასთანავე დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნებზე, ასე რომ ვთქვათ,
მართვისა და მონიტორინგის ბერკეტებით ნაკლებად აქვს, რადგან იქ არის, ასე რომ ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმები, იქ არ არის დემოკრატიული ხელისუფლებები სამწუხაროდ. ერთადერთი წყარო, საიდანაც ეს Su-25-ების, ასე რომ ვთქვათ, სათადარიგო ნაწილების ან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, კომპონენტების მიღება არის აფრიკის ქვეყნების სამწუხაროდ. ფაქტია, რომ თბილავი ამ შენს დღეს არ შეუძლია Su-25-ის სრულად აღდგენა. ქარხანას ეს რესურსი არასდროს გააჩნდა. თუმცა თბილავი ამ შენის ტერიტორიაზე დღეს 4 კომპანია ფუნქციონირებს, რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც თამაზაშვილი ხელმძღვანელობს და მენეჯმენტშია პანტიკო თორდიაც ჩართული. ჩვენ დაუკავშირდით პანტიკო თორდიას და ვკითხეთ, თუ არ ემონტებენ Su-25-ებს და თუ აითვისეს ბოლო პერიოდში ახალი ბაზრები კონგოდან ან ჩადიდან, რომელზეც უკრაინული მხარე აპელირებს. 4 კომპანია სახელმწიფო კომპანიებია და ვარკონზე კომპანია და ორი სააქციო საზოგადოება და ჩემი კომპანია მენეჯმენტი. დაკავებულია Su-25-ის რემონტზე, კონგო, გვინეა, ჩადი. ამერიკული გამოცემა CNBC აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გაიზარდა. თუმცა გამოცემის განმარტებით, ახლა ეს ქვეყნები დასავლეთის მხრიდან შურისძიების საშიშროების წინაშე დგანან. ამ კვირაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებით, ამერიკამ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას. ერთ-ერთი საქართველოა. ამ პროცესს მოულოდნელად მოჰყვა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ ფაშინიანის დაბარება სოჩში, სადაც მიშუსტინმა კონკრეტულად განაცხადა, რომ ეხლა ლარსი და იქიდან მომავალი ტვირთები რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, არ მოგესმათ, არა ჩინეთზე საზღვარი, არამედ ლარსია ყველაზე მნიშვნელოვანი საბაჟო დღეს რუსეთისთვისო. Пропускного пункта Верхний Ларс, он дал соответствующее обещание к 15 июня закончить все работы. Как я понимаю, это еще 4 полосы, и, соответственно, показывал мне вчера ход исполнения работ. Значит, смотрите, 15-го должны сделать. 15-ში ჩვენი მხრიდან სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულდეს, რომ უკვე 22 ივნისს პრობლემები არ იყოს ტვირთებზე. შევთანხმდით ხომ გონი? Хорошая новость, потому что, честно говоря, ეს ძალიან კარგი ამბავია. ცოტა არ მჯერა კიდეც, რომ ზემო ლარსზე არ იქნება საცობი. не было Публично все. მე ხო საჯაროდ გეუბნებით ამას. გუშინ გენადი დავიდოვიჩთან გავიარა ეს ამბავი და მითხრა, რომ იქ ბიჭები აქტიურად მუშაობენ. А я извиняюсь, после реконструкции насколько ბოდიშით, რეკონსტრუქციის შემდეგ, ანუ 22 ივნისის შემდეგ, როგორი იქნება გამტარუნარიანობა? იქნება 39-ის ამანქანო ხაზი. აქედან რაც ყველაზე მთავარია, 15 იქნება სატვირთოებისთვის, მძიმე ტვირთებზე. შესაბამისად, ეხლა უნდა შევძლოთ 1200-დან 1500-მდე მძიმე სატვირთოს გატარება დღეში. მოკლედ, მარტივად რომ გითხრათ, დღეს რუსეთისთვის ზემო ლარსი მიუხედავად რემონტისა და ნაკლები გამტარუნარიანობისა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბაჟო მთელს ტერიტორიაზე. Все равно, даже в условиях ремонта и реконструкции, это самый активный пункт пропуска вообще у нас из всех. Спасибо большое, Михаил Владимирович. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ გიჩვენეთ კონგოს თვითმფრინავები თბილისის ქუჩებში, თბილავი ამ შენისკენ მიმავალი და იმ ლოგიკური ჯაჭვისა თუ ინტერესებზე მოგიყევით, რომელიც რუსეთს აქვს ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც უკრაინული მხარე უყენებს საქართველოს. ფაქტი ერთია, ვიღაცის გამდიდრების სურვილს და მილიონებს შესაძლოა ქვეყნის ინტერესები და მომავალი სამუდამოდ შეეწიროს. შეუმჩნეველი არ რჩება დასავლეთისთვის, ბუნებრივია და ამაზე ბევრი კითხვის ნიშანი დაისმევა, ბუნებრივია რა. ჩვენ მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყნის იმის არ მიადგეს, სადაც ასე რომ ვთქვათ, მისდა ქვეყნის პრესტიჟს, როგორც არის დღეს, არ მიადგეს დიდი ზიანი და საქართველოს ეროვნული საფრთხეებისთვის ეს არ იყოს გადაუჭრელი ამოცანა, ხო? ბუნებრივია, იმიტომ რომ ამას თუ დაუკავშირდებენ პირდაპირ, ასე ვთქვათ, რუსეთთან ან მის მიწოდება სათადარიგო ნაწილებთან, ეს უკვე იმ დონის მასშტაბის სკანდალი იქნება, რომელსაც ფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ბუნებრივია და საქართველოს ხელისუფლების მიმართ კი ინტერესი არათუ არ ცხრება, პირიქით ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომ საქართველოს
სულცირე ხუთეულშია იმ ქვეყნებისა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთისთვის დახმარებაში, საუბარია სანქციებისთვის გვერდის ავლაზე და საუბარია იმაზე, რომ ამ ფორმით ეს სახელმწიფოები ერთგვარად ეხმარებიან პუტინის საკუთარი სისხლიანი სამხედრო კამპანიის წარმოებაში. მთელი მსოფლიო კი ახლა უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინშია. დასავლური შეერაღება 10,000 ნატოს სტანდარტებით გადამზადებული სამხედრო და რაც მთავარია ბრძოლის სურვილი, რომ დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე კვირაა ზედაპირზე დევს, თუმცა უკრაინის გენშტაბის წინათვების გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპერაცია არ იქნება არც პროგნოზირებადი, არც სწორხაზოვანი, არამედ პირიქით, მოულოდნელი, გამბედავი და არასტანდარტული. ამ კონტრშეტევის რუსეთს რომ ეშინია ეს ჩანს, როგორც კახოკის კაშკლის აფეთქებით, რომ თუნდაც ამის ფასად უკრაინელების წინსვლა გააჩეროს და ჩანს კრემლის კულისებში განვითარებული პროცესებითაც. უკრაინაში პუტინის სამხედრო ავანტიურის ჩავარდნის შემდეგ მისი რეჟიმის დამხობის ან შეცვლის რისკი იმდენად მაღალი გახდა, რომ ყველამ, ვისაც ამისი ფული და ამბიცია ჰქონდა, კერძო არმიის ფორმირება დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი თუ აქამდე ერთი იყო და მეორე იყო კადიროვის გვარდია, ახლა მათი მსგავსი სამხედრო კრიმინალური წარმონაქმნები უკვე რამდენიმე ათეულია და არც ერთი მათგანის პრიორიტეტი არ არის პუტინის სისხლიანი ომი, უფრო პირიქით. ქვეყნის შიგნით პოზიციების იმგვარად გამყარება, რომ როცა დრო მოვა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ეს ტენდენცია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ თავდაცვის უწყებამ დღეს კატეგორიულად მოსთხოვა ასეთ კომპანიებს, რომ გენშტაბში დარეგისტრირდნენ, რაზეც პრიგოჟინმა ცივი უარი უკვე განაცხადა. ახლა ჯერი სხვებზეა. ერთი სიტყვით, ის რაც უკრაინაში მარცხის შემდეგ რუსეთს ემუქრება, ეს გარდაუვალი ქაოსია, რისთვისაც უკვე ემზადებიან იქაური ოლიგარქები და სხვადასხვა ძალოვანი პირები. მაგრამ მეორე საკითხია, ეს ქაოსი რითი და როგორ ემუქრება საქართველოს. მერე ადრე და მალე ჰააგის პროკურორებმა და ისტორიკოსებმა იკულიონ რაჭირა დაიტეხა ამ ხელას ატკივარი. ჩვენ სიხარულით მისი ამორჩეველი კი ფატალურად შეშინებული რომ იწყებს ფიქრს. ნუ თუ ხვალ მართლა აღარ იქნება რუსეთი. მათ დასავლეთში ერთი მიზანი აქვთ, დაშალონ ჩვენი ქვეყანა. რუსეთის ძალიან ბევრი ერის პირველ რიგში კი რუსული ეთნოსის ბედი რადიკალურად შეიცვლება. არც კი ვიცი რუსიერი გადარჩება თუ არა. იქნებიან მოსკოვიტები, ურალელები და სხვები. მოიცა, ეს კაცი არ იყო 2 წლის წინ მსოფლიოს რომ გლობუსი გადააბრწყელა თავზე და გამოუცხადა, ქვეყნის 4 მხარე მე ვარ, რასია მატუშკაო. Граница России нигде не заканчивается. ასე თავდაჯერებულ კაცსა და მის იმპერიას რა დამართნიათ? უკრაინა დამართნიათ. რომელმაც გასაგებად აუხსნა, რომ თავდება არა მხოლოდ რუსეთის საზღვრები, არამედ დიდი ალბათობით თავად რუსეთიც. განსხვავებული კაცი უნდა იყოს, სხვა ცხოვრები ცხოვრობდი, ასეთ სიმღერებს რომ გიძღვნიდნენ და შენს რაობას ქვეყანას უროთი ახსენებდნენ. ხო, ასეთი კაცი უნდა იყო, როგორც ევგენი პრიგოჟინია, ვაგნერის მეთაური. ვისი ხელქვეითებით სამხედრო ტყვეებს უროთი კლავენ, თავიანთ თანატომელებსა და თანამებრძოლებს კი გასართობად აუპატიურებენ. ვაგნერთან დაძაბულობა პირველივე დღიდან დაგვეწყო. მოგვიტაცეს 2 ტანკი, T-80, 4 ქვემეხი, კამაზი. ქვეით და საბრძოლო მანქანა და დღემდე არ დაუბრუნებიათ. გვერდით ნაწილში ერთ მებრძოლს სემეს და გააუპატიურეს. თავი მოიკლა იმან. იყო შემთხვევები, როცა მებრძოლებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და საბრძოლო მასალაზე ცვლიდნენ. ტანკს აწინააღმდეგო რაკეტებზე. აწამეს ჩემი სტარშინა. სარდაფში ევდო, ცივ იატაკზე, თვალებში მჟავას ასხამდნენ და მხედველობა ნაწილობრივ დააკარგვინეს. ასხამდნენ ბენზინს და სანთებელას უმთებდნენ. გაიტაცეს ჰაუბიცების დივიზიონის შტაბის უფროსი. სემეს მანქანა წაართვეს და გაკოჭილი სადღაც გადააგდეს. ამ ყველაფერს რუსის ოფიცრებსა და სალდათებს რუსის სალდათები უკეთებენ. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მოხალისეები, რუსები რუსებს. ბიჭებო, ჩაეწერეთ შევეკე ვაგნერში, მეგობრულ კოლექტივში, კაცურ საქმეს ისწავლით. ვაგნერის პირველი საწვრთნელო ბანაკის გახსნას ნოვოსიბირსკში ვაპირებთ. თავდაცვის სამინისტროსთან ჭიდაობა მოგვიწევს. იმათ არაფერი მოსწონთ, სხვა რომ უკეთ აკეთებს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არეულობები კიდევ იქნება ალბათ. ომის 15 თვეში ბიზნესმენად ცნობილი კაცი პრიგოჟინი კრემლის მზარეული და ჯერ სამხედრო მეთაურად იქცა. შემდეგ კი სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. ერთადერთ კაცად, ვინც აგინებს და პასუხს თხოვს თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს. ადამიანებს უზარმაზარი ბირთვული ქვეყნის მმართველობის კენწეროში. Айгу! Герасимов! Где боеприпасы? Посмотрите на них,
Почти 20 тысяч. თითქმის 20,000 ბიჭი დამეღუპა, როცა 8,000-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. თავდაცვის სამინისტროს ნაძირლებს რომ მოეცათ საბრძოლო მასალა, ყველაფერი უკეთ იქნებოდა. გამარჯვებისთვის მთელი საზოგადოების მობილიზაცია გვჭირდება და ასეთებისთვის უნდა დავაბრუნოთ სიკვდილით დასჯა. პრიგოჟინს არ ეკნებოდა ფული, რომ პუტინს არ მიეგვარებინა მისთვის არმიის ყურება და ჩაცმა. ეს არის მილიარდები. ნერავაიცია. ეხლა იმ ჯარს რომ ნაშრობა ორგანიზებს არის საჯარისო ნაწილად. ეს არის სასიცოცხლო თვალის დაბრუნება. ეს არ არის მისი საკუთარი, ასე ვთქვათ, შრომით დაუფლეთ ნაშრომი ფული. ეს არის რაც მოაპარინა პუტინმა უკან უბრუნებს. ჩემი პოლიტიკური კრედო ასეთია: მიყვარს სამშობლო, ვემორჩილები პუტინს, შოიგუ, ნამილო, ომს გავაგრძელებთ, რუსეთის ელიტას ვურჩევთ, ძაღლიშვილებო, გააგზავნეთ ომში შვილები და როცა მათ დაკრძალვას დაიწყებთ, ხალხი იტყვის: აი ახლა ყველაფერი სამართლიანადაა. რუსული სამართლიანობა რა არის პრიგოჟინს დაეჯერება. ბოლოს და ბოლოს ნაღდი მუჟიკია, 9 წელი უხეხია. მე რა რომ ყაჩაღობისთვის და როგორც ამბობენ გაუპატიურებისთვისაც. ასეთი კაცი რომ გადაგიწყვეტს, იმას წყალი აღარ გაუვა. და ახლა როცა უმაღლეს სამხედრო მეთაურებსა და მათი ოჯახების წევრებს აგინებს, ბიდლოს აღარ რჩება ეჭვი, ვინაა მართალი. შოიგუს სიძე როგორ უნდა მიდიოდეს ემირატებში და ომის დროს ტაკუნებს აქანავებდეს. გასაგებია, რომ მაგარი ცისფერი დაკრავს. ეს მათი ოჯახური არჩევანია. ელიტის შვილებმა პირი დამუწონ, როცა ნელსაცხებელს ისვამენ და ინსტაგრამზე აჩვენებენ. ჩვეულებრივ ადამიანებს კი შვილები თუთიის კუბოებით უბრუნდებათ, ნაწილებად დაფლეთილები. თუ რამე არ გესმის, ყოველთვის შეგიძლია ადგილი და დრო გითხრა. ჩვენ აგიხსნით ყველაფერს. ბლოგერი გახდი უკვე და მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირი ხარ, რომ პრობლემა გაქვს და საბრძოლო მასალას არ გაძლევენ. Даже слова не могу назвать, но... რუსეთი სამჯერ დაიშალა. მე-17 საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის დასაწყისსა და ბოლოში. მე-17 საუკუნეში კრიზისი გამოიწვია ივანე მრისხანის სიგიჟემ და ტერორმა. მეორე მოხდა პირველი მსოფლიო ომის გამო და აღმოჩნდა, რომ სამხედრო და სამეურნეო მანქანა ისევე იყო მოწყობილი, როგორც პუტინისა 2022 წელს. მესამედ დაიშალა ბრეჟნევისა და სხვათა გამო, რომლებიც 30 წელი ისხდნენ და არაფერი შეუცვლიათ. ამ ხრივ ნამდვილად მივდივართ რუსეთის დაშლისკენ, რადგან პუტინის მმართველობა ემყარება ყველა იმ მიზეზს, რამაც გამოიწვია წინა კატასტროფები. ნგრევის მთავარი მიზეზი ახლა პუტინი იქნება. ივანე მრისხანე უჩვენოდ იყო. რუსეთის ორ დანარჩენ დაშლაში კი წვლილი ჩვენს გვაქვს. ყველაფერი ფარსაკი ჩვენ უნდა გვეწიოს. მაინც და მაინც ჩვენზე გაცვლა რომაული დევიზი. ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. კავკასიონს გადაღმა წლობით სვამდნენ ერთმანეთის სისხლს, წითლები და თეთრები და მაინც და მაინც საქართველოში დაემთხვა მათი ინტერესი. ორივემ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა დაეჩოქებინა. 100 წლის შემდეგ ვიღაცას უკვირს, ამ დენიკის მაინც რა უნდოდა საქართველოსგან. ნუ თუ ბოლშევიკებთან სამოქალაქო ომი არ ყოფნიდაო. დენიკის პრობლემა ის იყო, რომ ის ვერ შეელია ამ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იდეას. მისთვის ეს იყო მთავარი. არის ძალიან საინტერესო დოკუმენტები დენიკინთან მოლაპარაკებაზე მყოფი ხალხის, ქართველებს არ გულისხმობ, მაგალითად უკრაინელებს და პოლონელებს გულისხმობ, რომლებიც წერენ, რომ დენიკინი უბრალოდ ვერ ხვდება, როცა ველაპარაკებით რუსეთის დაშლაზე და თქვათ ყოფილი კოლონიების დამოუკიდებლობაზე. ანუ ის უბრალოდ ვერ იგებდა რაზე ელაპარაკებია. ამიტომ მისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა იყო სრულიად მიუღებელი. პრიგოჟინების კადიროებისა და ათობით სხვა კერძო, ნახევრად კერძო, თითქოს კერძო, თითქმის კერძო არმიის შემკურით პირველ რიგში პირველი რესპუბლიკის გაკვეთილები უნდა გაგვახსენდეს. მგელს რომ არ შეაჭმევინა თავი და მგლისფერი ძაღლი მოერია. პირველი რესპუბლიკის გაკვეთილი გვასწავლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოკავშირე უნდა ვეძებოთ. დღევანდელი რამზან კადიროვის, გუშინდელი მუსა შანიბოვისა და მთიელთა კონფედერაციის სისხლიანი გამოცდილების მიუხედავად. სხვა გამოცდილებაც გვაქვს, მაგალითად მთიელთა რესპუბლიკასთან თანამშრომლობის, რომელიც ასევე რევოლუციის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ ჩვენზე ნაკლები გაძლო. საქართველოს ხდებოდა, რომ მომავალი წითელი საფრთხის წინაშე ჩრდილოეთ კავკასია არის ფორპოსტი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვიცვას. ამიტომ ჩვენ მთიელთა რესპუბლიკას ვეხმარებოდით. იქ სამხედრო შენაერთი გაიგზავნა ლეო კერესელგის ხელმძღვანელობით, იარაღი მივაწოდეთ, ფულით ვეხმარებოდით, ანუ სერიოზულად ვეხმარებოდით, მაგრამ რაც ჰქონდა იმაზე, ჩვენც არ ჰქონდა ბევრი, მაგრამ რაც ჰქონდა ვაძლევდით. მერე როდესაც დამარცხდნენ ისინი და მთიელთა რესპუბლიკა დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა, მერე ეს ხალხი თბილისში გადმოვიდა, აქ საქმიანობდნენ, ანუ ჩვენ მათ ვეხმარებოდით.
ქოცებმა არ გაიგონ, რომ მათ მოძმე რუსეთს პირველმა რესპუბლიკამ მეორე ფრონტი მისივე ტერიტორიაზე გაუხსნა. თორემ ახლა სისხლიან წინის წინა რეჟიმზე გოდებას მოხვედიან. თუ გონიათ ვინმე ვალოდინზე ნაკლებ პოეტურად შეუძლიათ ვალოდიას კომაგობა. ნავთობი და გაზი არაა ჩვენი უპირატესობა. ეს შეიძლება გაიარდეს, როგორც ხედავთ. ჩვენი უპირატესობა ვლადიმერ პუტინია. ის უნდა დავიცვათ. რუსის დუმის თავმჯდომარეს ქართული სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით ბერიტაშვილი მთავარში ეთანხმება. სისტემა არის პუტინი, პუტინი არის სისტემა. ჯერჯერობით იმდენად მყარი, რომ უკრაინაში სამხედრო დამარცხებასაც შეიძლება გადაურჩეს. თუ გარემოცვა დამნაშავის ძებნას არ დაიწყებს. ეს ცოტა ისეთი ხალხია, ესე იგი პატრიოტულ იმაზე თავდებენ ლოზუნგებზე, მაგრამ იმ ნაციონალური გვარდიიდან რუსეთის არ არის დაწესება უკრაინაში საუბრად. იმიტომ ის გვარდია ჭირდებათ მაგათ შიგნით. ბუნკერო იყოს, ასწავლიან მაგათ ავადიშებენ ქუჩებში მოსახლეობის ის დაჭერას და ასე ვთქვათ დადუღუნვას. პრიგოჟინისა და სხვათა აქტიურობის შედეგი იქნება ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ. გაჟუჟავენ ერთმანეთს. ჩვენ ტახტს დაუკრავთ. პრიგოჟინი შოიგუს მოკლავს. შოიგუ პრიგოჟინს, კადიროს, მაგრამ ვინც გადარჩება იმის გასასწრესად, ჩვენს ძალა დაგჭირდება. შეიძლება FSB ზუსტად კონდეს აგრეთული, მაგრამ სხვა ვერსად მიაგნებთ აუმწურავ ინფორმაციას, რამდენი კერძო სამხედრო კომპანია მოქმედებს რუსეთში. ამბობენ 3 ათეულამდე. რუსეთის მმართველობა სულ უფრო უკეთ ესმის, რომ ომი წაგებულია და ემზადებიან პუტინის რეჟიმის ნგრევისთვის. ეს კერძო სამხედრო კომპანიები არ ემზადებიან უკრაინასთან ომისთვის. ემზადებიან ომისთვის რუსეთის შიგნით, ერთმანეთთან. იმ დროისთვის მათი რაოდენობა 100-მდე ავა და ისინი რუსეთს ნაწილებად დაფლეთენ. ამისთვის ემზადება პრიგოჟინი, კადიროვი, შოიგუ, მთელი მთავრობა. ვაგნერი დღეს ყველაზე დიდი და ძლიერია, მაგრამ არც იმდენად, რომ ავტონომიურად იმოქმედოს. მას ჯერ კიდევ სჭირდება პუტინის მფარველობა, რომელსაც თავის მხრივ ვაგნერის ლიცენზირებული მკვლელები შეიძლება სკამის შესანარჩუნებლად დასჭირდეს. კერძო კომპანია ახლა შოიგუმაც კი შექმნა. მას პატრიოტი დაარქვეს. კადიროვის ჯარიც კერძო სამხედრო კომპანიაა. ფორმალურად როსგვარდიის ნაწილია, მაგრამ არავის ემორჩილება კადიროვის გარდა. გაზპრომმა დაიწყო თავისი კომპანიის შექმნა. თავისი ჩევეკა ჰყავს გენადი ტიმჩენკოს, პუტინის ყულაბას. გენადი ტიმჩენკო სიმდიდრით მე-6 რუსი მილიარდერი, პუტინის უახლოესი წრისკაცია. სამხედრო კომპანია რედუტი მან 2008 წელს შექმნა და საბრძოლო ნათლობა ჩვენს წინააღმდეგ ომში გაიარა. აბსოლუტურად მხარს. მას შემდეგ გამოიწვია სირიაში, ერაყსა და სომალიში, მაგრამ ყველაზე ლოიალურმა შეიძლება შემოგიბრუნოს ლულა თუ მას დაემუქრება რამე. პუტინი ძალაუფლებას კარგავს. სახელმწიფო აპარატი ამას გრძნობს და სულ უფრო ნაკლებად არის მზად დაემორჩილოს. რუსეთში ელიტები იარაღდებიან. ნამდვილი ოპრიჩნინა იწყება. ატამანშჩინა. რაც ადრე მომხდარა, ახლა ზვავივით იზრდება და წალეკავს. გაზპრომი, როსატომი, ნორილსკი ნიკელი და სხვა გიგანტები ქმნიან მოხალისეთა რაზმებს. კომპანიებთან ერთად შენაერთებს აყალიბებენ რეგიონის გუბერნატორები. ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ბატალიონებს ბაშკირეთში, მორდოვიაში, მარიალეში და სხვაგან. თუმცა ფორმალურად სამხედრო მოსამსახურეები ჰქვიათ, გუბერნატორები უხდიან სახელფასო დანამატს, ეკიპირებას უზრუნველყოფენ. კლავან ჩვენ ჯარისკაცებს, ბედნიერი ბაბუა კი ფიქრობს, რომ კარგადაა და როგორ უნდა მოვიგოთ ომი, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუა სრული რეგვენია. აქამდე ისე ჩანდა, თითქოს პრიგოჟინი მზარეულობასთან ერთად პუტინის მასხარაც იყო. ამბობდა უსიამოვნო სიმართლეს, როცა სხვები ამტკიცებდნენ, ჰადაჰა, კიევს ავიღებდო. მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, როგორც არაერთხელ მომხდარა რუსეთში და პრიგოჟინს ამოიღეს ხმარებიდან, ესე იგი, მისი სიმართლე აღარ დასჭირდათ. რუსეთში 15-20%-ია ნაციონალ პატრიოტები, ვისთვისაც ომში დამარცხება შეურაცხყოფელია და რევანშს მოითხოვს. პრიგოჟინი, გირკინი, მალოფეევი ან ვინმე სხვა. ეს აგრესიული ჯგუფია და მისი წევრები იარაღის გამოყენებას მიჩვეულნი არიან. მეორე ფლანგზე დემოკრატიული ოპოზიციის წილიც 15-20%-ია. ამის შემდეგ შეიარაღებული მხარდაჭერა ალბათ მათაც ექნებათ, რადგან რუსული დროშით ადამიანები უკვე ორივე მხარეს ომობენ. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში რუსული ოპოზიცია შეიკრიბა. 10-დან 9 უკვე კარგ ახნის გაქცეულია ქვეყნიდან და რეჟიმის შეცვლას გარედან ცდილობს, რაც 23 წელი შიგნიდან ვერქნა. Разговоры, дискуссии внутренние уже идут. ოპოზიციაში უკვე ბევრს ესმის, რომ აუცილებელია საკუთარი შეიარაღებული ქვედანაყოფის შექმნა. ხელისუფლება მხოლოდ ძალმომრეობით შეიძლება შეიცვალოს. სხვა არასდროს მომხდარა. რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს.
შეერაღებულ ძალას. რუსეთში მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა და საქართველოს რამდენიმე კვირაში ლტოლვილებით გაივსო. იქ რომ სამოქალაქო ომი ატყდეს, ვისი ქვეყანა, ვისი კერძო სამხედრო კომპანიებით გაივსება, კაცმა არ იცის. აკი 100 წლის წინ ნანახი გვაქვს ეგ კინო. სამშობლოს კარგავს მურმანსკიდან სახალინამდე და მაინც საქართველოში მოძრება. ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო რუსეთის რეჟიმის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ განსაკუთრებული სისასტიკის და კატასტროფული მასშტაბის დანაშაულს უყურებს. კახოვკის კაშხლის აფეთქება იმ სისხლიანი არმიისთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა, რომელიც მეზობელ უკრაინას განადგურებით დანარჩენ სამყაროს კი ბირთვული ქობინებით ემუქრება. პირველ დღეებთან შედარებით ხერსონში დატბორილ ტერიტორიაზე წყლის დონემ დაიწია. თუმცა ახლა ინფექციების გავრცელების რისკი იზრდება და კვლავაც არავინ იცის რეალურად როგორია ზუსტი მასშტაბები კატასტროფისა და ნგრევისა. ხერსონის კარაბელის რაიონში რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. ამ დროს მაშველები რეზინის ნავებით აგრძელებდნენ ადამიანების ევაკუაციას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული სტიქიის ზონა. რუსული არტილერია ხერსონის რაიონში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 8 ივნის უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა კატასტროფის ზონაში. იქ სადაც მაშველთა ჯგუფები დნეპრზე კაშხლის რღვევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად მუშაობდნენ. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს 5 დღე და 5 ღამე. Шеф, куда? В подъезд? Не бойтесь. Поднимай выше. Поднимай над головой. Ребята, открывайте двери. კატასტროფის ზონაში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიით მომარაგება. ჩარჩენილი მოქალაქეები ტელეფონითაც ვერ ატყობინებდნენ ადგილმდებარეობის შესახებ. Забирайте нас всё. ამიტომ მათი физიკური მოძებნა, განსაკუთრებით მწეო მოხუცების ერთადერთი საშუალება იყო. Эвакуация! ეს კადრები კახოვკის კაშხლის ნგრევას ასახავს 6 ივნის გამთენიისას. ეს არის ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი, განაცხადა იმ დილით ვლოდიმირ ზელენსკიმ. კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ოფიციალურმა მოსკოვმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო. პუტინის აპარატმა ამას რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია უწოდა. ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კაშხალი შესაძლოა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად თავად დაინგრა. ექვსივნის ნაშუადღებს ხერსონის კორაბელის მიკრორაიონიდან, რომელსაც ადგილობრივები კუნძულს უწოდებენ, ევაკუაცია გართულდა, რადგან წყლის დონემ სწრაფად მატება დაიწყო. მანქანის რავი ჩაგვიფრა და ჩაძირვა დაიწყო. სხვა მანქანით გამოგვათრიეს. დატბორილ რაიონებში ევაკუაციისთვის სპეციალური მანქანები გაიგზავნა. ნახევარ საათში 30 სანტიმეტრით აიწია წყლის დონე. ამ სიმაღლეზე წყალი დგას. ხალხი რომ გამოყვავდა, უკვე მიწას მოუწყვიტა და დაგვატრიალა. Давай, Домик. Прощай. Давай, счастливо. ასე გამოიყურებოდა დნეპრის ნაპირი ხერსონის დიდების პარკში. კაშხლის ნგრევიდან რამდენიმე საათში. წყალს სახლის სახურავები, ფანჩატურები მოჰქონდა. ქალაქის ქუჩებში კი თახვები დასეირნობდნენ. დატბორილი იყო მარცხენა ოკუპირებული ნაპირით, სადაც ქალაქი ნოვაკახოვკა მდებარეობს. იქ წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია.
ქალაქის ცენტრში კულტურის სასახლის წინ გედები დაწურავდნენ. სკაზაჩნაია დუბრავა ზოოპარკის ცხოველებს კი არ გაუმართლათ. მათი დიდი ნაწილი დაიხრჩო. Вон собака. Маленькая, сейчас мы тебя... Вот она маленькая сидит. Сейчас мы тебя достанем, сейчас я буду за тобой нырять, подожди. Сейчас. Так, песик. Нашли песика на островке из ковра. Сейчас Андрюха спасет ее. Маленький, иди сюда. Это еще две кошки, не знаю, где они. თბილისმა კარგად იცის, რამდენად უმწეოები არიან ცხოველები წყალდიდობის დროს. Он утонет, иди отсюда. Куда ты идешь, ты утонешь. ტრატული კილომეტრი დაფარა. უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს. მოწინააღმდეგე მზად არ იყო ასეთი შედეგებისთვის. რუსეთის ქვედანაყოფებმა დაკარგეს საბრძოლო მასალების და სურსათის რამდენიმე საველე საწყობი, საავტომობილო და ჯავშან ტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება. როცა ქალაქ კახოვკიდან საკუთარი მანქანებით მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი გასვლა დაიწყო, მათი საევაკუაციო მარშრუტებით ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმაც და სამოქალაქო პირები ცოცხალ ფარად გამოიყენეს. ეკატერინე თავისი ოჯახით ომის დაწყების შემდეგ ხერსონთან ეგრეთ წოდებულ კუნძულ ჩაიკა 2-ზე აგარაკზე გადავიდა. რუსები კუნძულის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. როგორც კატერინა ყვება, ნაყინი მის შვილებს სულ ცოტა 9 თვე არ უჭამიათ. კაშხლის აფეთქებაზე დილით შევიტყვეთ. შევეცადეთ პანიკის გარეშე ჩავბარგებულიყავით. სასმელი წყალი უნდა აგვეღო. ნივთები ჩაგველაგებინა. მაგრამ წყალი ისე მალე იწევდა. კატერინა ამბობს, რომ რუსები მოსახლეობის ევაკუაციისთვის არაფერს აკეთებდნენ. ისინი 6 ივნისს დილით უკვე აღარ იყვნენ. მეზობლის აგარაკი ჰქონდათ დაკავებული, იქ ცხოვრობდნენ. როგორც კი კაშხალი დაინგრა, წავიდნენ. ალბათ იცოდნენ წინასწარ, ან გააფრთხილეს და წაიყვანეს. თვითონ წავიდნენ და ხალხი რა შეენახლებოდათ. 6 ივნისის საღამოს ნავი, რომელშიც კატერინას მამამ პროდუქტები, წყალი და ნივთები ჩააბარგა, დინებამ მამამისთან ერთად წაიღო. ქალი ორი ბავშვით მარტო დარჩა პირდაპირი მნიშვნელობით კუნძულზე, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით უკრაინულმა დრონმა გადაუფრინა. დრონიდან ჯერ სასმელი წყალი ჩამოუგდეს, შემდეგ მაშველები გაუგზავნეს. გვესმის დრონი მოფრინავს. დედა მეუბნება, მოდი დაუქნიოთ, რომ შეგვამჩნიონ. ჩვენ უკვე ნავიც აღარ გქონდა და წყალიც თანდათან ზემოთ იწევდა. წყალი რომ ჩამოგვიგდეს, მერე წერილიც მოაყოლეს. ეწერა დამშვიდდით, პანიკის გარეშე. ევაკუაცია მალე იქნება. მოგაკითხავთ. სანტა. Опа. Аккуратно. Все? Есть? Не переживайте. Давайте руку. მასობრივ დატბორვას თვალსაჩინო და ადვილად გამოსაცნობი შედეგების გარდა სხვა საფრთხეებიც ახლავს. რუსმა სამხედროებმა ეს ჰესი, როგორც თავად აცხადებენ, ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე დაანახეს, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად ოკუპირებული ხერსონის დიდი ნაწილის მიტოვება და გაქცევა მოუწიათ. კაშხლის ნგრევამ ნაღმების უკონტროლო გადაადგილება გამოიწვია. გაეროს გენერალური მდივნის პრესპიკერმა განაცხადა, რომ წყალდიდობისა და წყლის სწრაფი მოძრაობის გამო ნაღმები შესაძლოა მოხდეს ისეთ ადგილებში, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა წლების შემდეგ მშვიდობიანი ადამიანები აფეთქდნენ კონფლიქტის ზონიდან ძალიან შორს, მინდორში მუშაობისას, საძოვრებზე საქონლის გარეკვისას თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებისას. კახოვკის წყალსაცავში 180 მილიონი კუბური მეტრი წყალი იდგა, რაც ასევე იყო სასმელი წყლის რეზერვუარი ყირიმისთვის. საცავის წყალი ემსახურებოდა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილებასაც. ატომურ სადგურს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება სასმელ წყალს, დაბინძურება პირველივე დღეს თვალნათელი იყო. Только намыловато и вот такие вот дела, воняет жутко. კატასტროფის შედეგად დნეპრში 150 ტონა სამანქანო საფოხი მასალები ჩაიღვარა. წყალსაცავის მყისიერი დაცლის გამო დნეპროპეტროვსკის ოლქში თევზი მასობრივად დაიხოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, განადგურდა დაახლოებით 28,000 თევზი. ზარალი 7,5 მილიონ გრივნას აღემატება. პროკურატურამ ეკოციდის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეკოლოგები შიშობენ, რომ როცა შავ ზღვაში ერთბაშად მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიყვრება, შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და რეალური საფრთხე ზღვის ეკოსისტემასაც შეექმნება. შესაძლოა მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა განადგურდეს, მაგრამ ეს თემები სამყაროს მხოლოდ ერთ ნაწილს აღელვებს და რუსეთი მათ შორის არ არის. ხიდები და ჰესი ზაპოროჟიეში რუსებმა პირველად 1941 აგვისტოში ააფეთქეს, რომ გერმანელებისთვის დნეპრის გადალახვის საშუალება არ მიეცათ. მოსახლეობა წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. ისტორიკოსების გათვლით, აფეთქებას მაშინ 300,000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. Люди кричат. Сейчас, подождите. რუსეთისთვის ადამიანის სიცოცხლის ფასი, თუნდაც საქმე მისივე ქვეყნის მოქალაქეებს ეხებოდეს, 80 წლის შემდეგაც იგივეა. ფინანსური და სამხედრო ზარალის შეფასება ჯერ ნაადრევია. ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, კაშხალი განგება ფეთქდა, თუ თავად დაინგრა დაზიანების გამო. ერთი რაც ცხადია და დნეპრის ორივე მხარეს გამაგრებულები ერთხმად ადასტურებენ, კაშხალი აღდგენას აღარ ექვემდებარება. წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს უკვე მიაღწია და მეორე დღეა კლება დაიწყო. ნიშანდობლივია, რომ აი ამ კატასტროფის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებს არც უცდიათ ევაკუაცია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებდნენ და იქ ცხოვრები ადამიანები უბრალოდ გაწირეს აი ესეთი უცაბედი სიკვდილისთვის. ერთი შეხედვით კომიკური, მაგრამ ძალიან სახიფათო ტენდენცია. სისტემას ისტერიული რეაქცია ჰქონდა მოქალაქეების ერთი ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებმაც პრემიერის რუსული რიტორიკა და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ქმედებები სატირული ბანერებით გააპროტესტეს. ეს რეაქცია სულაც არ იყო მოულოდნელი და სულ თანხვედრაში გახლავთ იგივე ღარიბაშვილის იმ სულისკვეთებასთან, რომლითაც თავის დროზე ბერას მაკრიტიკებელ არასრულ წყოვნებს აკაჩავებდა და თეთრი ფურცლების გამო ადამიანების დაკავება ასევე თანხვედრაშია დიქტატურის იმ რუსულ სახელმძღვანელოსთანაც, რომელსაც ქართული ოცნება ასე მონდომებით მიყვება. ყველაფერი კი სამოქალაქო აქტივისტების ერთი მცირე ჯგუფით დაიწყო, რომელიც თავის თავს ჯიუტს უწოდებს და ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას წელიწადზე მეტია გასაოცარი სიჯიუტით და უწყვეტად აპროტესტებს. რატო ათლევ ბანერს, რატო? ყველაფერი 2 ივნისს პარლამენტის წინ აღმართული ბანერით დაიწყო, რომელზე დაწერილ სიტყვაშიც კანის გასაკეთებელს ყარი აკეთებდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თუ მინისტრს, რომელსაც ზოგჯერ ანტონის უფრო ხშირად ტრიტრის ხანკი საერთოდაც რაც უნდათ იმას უძახიან, ყარიანი მეტსახელი განსაკუთრებულად არ მოსწონს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ ეს იყო მისი შეურაცხყოფა და ამ შეურაცხყოფისთვის დასაჯეს ის ადამიანები, ვინც ინიციირება გააკეთა ამ აქციის და დაუსაჯეს ყველა სხვა, ვინც მათ სოლიდარობა გამოუცხადეთ. თორე ცალკე აღებული ეს სიტყვა არანაირ უხამსრობას არ წარმოადგენს. მით უმეტეს აქ არის საუბარი, როცა სამართლებრივ მხარეზე არის საუბარი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არის მოაზრებული ლანძღვაგინება, სიტყვიერი ვერბალურად და აქაც ძალიან საინტერესო არის, რომ ეს უნდა საზოგადოებას ასე ვთქვათ აწუხებდეს, რაღაც დისკომფორტს, სიმშვიდეს საზოგადოებისას უნდა არღვევდეს. ჩუმად დგომა ბანერით საზოგადოებრივი წესრიგს და სიმშვიდეს არანაირად არ არღვევს, მასზე რაც არ უნდა გეწეროს. მოგვიანებით გაირკვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელის ტრანსფორმირებისა და საპროტესტო ბანერად მისი ქცევის იდეა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ეკუთვნოდა, რომელიც იმ დღეს ერთ-ერთი პირველი დააკავეს. გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ უწყინარ გამოხატვას, მაგალითად ისეც, რასაც ყველა ეთანხმება, ხომ? აი, წითელი ვაშლი კარგია, ეს არ არის ის, რასაც იცავს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება იცავს მათ შორის გარკვეული ტიპის, თუნდაც უცენზურო გამოხატვასაც.
სხვა საკითხია ის რამდენად იყო ის წარწერა უცენზურო და რატომ ჩაითვალა ასე, ხო? მაგრამ თავარი ის არის ცენზურიანი იქნებოდა თუ უცენზურო, ეს წარწერა და გამოხატვის ასეთი ფორმა სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, ჩვენი კანონმდებლობითაც. 48 საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ადვოკატმა საკუთარი კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევას ვრცელი Facebook პოსტი მიუძღვნა. ჩემ მიერ დემონსტრირებული პოსტერი შეიძლება პოლიციელების ზედამხედველმა აღიქვა რომელიმე მაღალ ჩინოსნის დამალულ ნაგულისხმევ შეურაცხყოფად. თუმცა ცხადია, ამ ინტერპრეტაციის მიუხედავად იმისა, რას ფიქრობდა ინტერპრეტატორი, ხელისუფალი, თავისუფალის სიტყვის ძირითადი პრინციპები სწორედ ის არის, რომ არ უნდა შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რაიმე რეალურ მყისიერ საფრთხეს ქმნის. სხვა შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების აზრი იკარგება. პროტესტის მიზანი სწორედ დისკომფორტის შექმნაა. ადვოკატმა ქართული საზოგადოებისთვის განკუთვნილ ამ გზავნილში ყურადღება არა იმდენად საკუთარ დაკავებაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე, არამედ ამ დაკავების საფუძველზე გაამახვილა. ჩემ საქმეს, როცა ხელის ბიჭებისთვის მიუღებელი პოსტერის გამო დამაკავეს, არავითარი დამოუკიდებელი ღირებულება არ გააჩნია. ის უნიშნელოა, მაგრამ პრინციპი და საფუძველი, რომელიც ამ დაკავების უკან დგას, ძალიან საშიშია. ჩვენ ვამაყობთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დემოკრატიის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესით. თუმცა, მსგავსი ინციდენტები ცხადყოფს, რომ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ამიტომ, გუშინდელ მოვლენებს გაცილებით უფრო დიდი გავლენა და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდუალური დაკავებებია. თუ პროტესტი, მით უმეტეს, არა გამოხატული, არამედ ნაგულისხმების შინაარსის მქონე, არის ის, რის გამოც შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ, მაშინ კარგად უნდა დავფიქრდეთ. ნამდვილად არის თუ არა სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ის საფუძველი, რაზეც ჩვენ სახელმწიფოს აშენებას ვცდილობთ. შოთა თუთფერიძის არაფრისთვის დაკავებამ და პოლიციელების მხრიდან მის მიმართ უხეში ფიზიკური ძალის დემონსტრირებამ ქართველი უფლებადამცველების მოთმინების ფიალა აავსო. შესაბამისად, იმ საღამოს გამოფენილი ერთი პლაკატი წარწერით ირაყლი გაოცდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გავედი, იმიტომ რომ მე ზუსტად ის არ ვიცოდი იმ შემთხვევაში შოთა რას აპროტესტებდა კონკრეტულად, მაგრამ ის ვიცოდი რომ ეს გამოხატვის უფლება მისი უფლება იყო და ეს უფლება რომ ასე უხეში ფორმებით დაარღვეს, ამასთან შეგუება უბრალოდ არ შეიძლება. საბა ბრაჭველი დაკავების მეორე ტალღაში მოხდა. კოლეგის მიმართ გამოხატული სოლიდარობის აქტი, რომელსაც უფლებადამცველი თაბახის ფურცლით ხელში დუმარედ ახორციელებდა, პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევა დაიღვა. პირველი რატომაც ჩემთან მოვიდნენ და თქვეს რომ მიმეცა მათთვის ჩემი თაბახის ფურცელი. რაზეც დავიწყე ახსნა, რომ ეს ამ თაბახის ფურცლის ხელში წერა იყო ჩემი უფლება, რომელიც გამომდინარეობდა კონსტიტუციიდან, ჩვენი კანონმდებლობიდან, სტრასბურგის სამართლიდან, ვახსენე პანორამას საქმეც და აი, როდესაც ვახსენე სტრასბურგი და სამართალი, ამ დროს უთხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანარჩენებს, რომ ეს გაიყვანეთ. წამაქციეს, ცადეს რომ წაერთვათ ეს თაბახის ფურცელი, თუმცა ფაილში მქონდა და ვერ წამართვეს ბოლომდე, სანამ ხელბორტილები არ დამარდეს, შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და წავედით პოლიციის დეპარტამენტში რამიშვილის ქუჩაზე. კოლეგების დაკავების მიუხედავად პარლამენტის წინ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები პროტესტს მაინც აგრძელებდნენ. მათ შორის იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედვარდ მარიკაშვილიც. როცა დამაკავეს იმ მომენტში ფურცელზე არანაირი სიტყვა არ ეწერა, იყო ცარიელი სუფთა ფურცელი. GDI-ის ხელმძღვანელისთვის 2 ივნისი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო. მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამოქალაქო განათლების მე-6 ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები გამოავლინა და დააჯილდოვა. შესაბამისად, იმ საღამოს ედვარდ მარიკაშვილის გეგმებში პარლამენტის წინ დგომა და პროტესტში მონაწილეობა სულაც არ შედიოდა. განსაკუთრებით მაგიტო გავბრაზდი, ასე ვთქვათ და იმიტომ წავედი სხვა აქციებზეც მისვლა, მაგრამ უცებ მისვლა ამან გამოიწვია ჩემი, რომ აი აღარ აქვს საზღვარი პოლიციის მიერ უფლებების შელახვას, იმიტომ რომ ანუ როცა გაკავებენ ამისთვის და მე სასამართლო რო გასამართლებს და გეუბნება რომ სამართალდან მოგვიხარ, უნდა ჩათვალო რომ კანონმა უკანონოდ გამოაცხადა ეს აქტი. გამოდის რომ სახელმწიფომ უკანონოდ გამოაცხადა ირაყლის ბანერით ადამიანის ქუჩაში დგომა. ანუ რაც უფრო ბევრ ამ აბსურდზე გასამართლებენ და სამართალდამღვრად გრძნობენ,
ეს კანონს მიღმა გადის უკვე და უკვე იმის გამეორება საზოგადოებას აღარ შეუძლია. და ეს ანუ ხდება ზოგად წესად სახელმწიფო გიდგენს რა არ უნდა გააკეთო, რომელიც შემდგომ სრულ სავალდებულოდ არ უნდა გააკეთო. თუ არა და კანონდარღვევი გამოვა. ამიტომ არის ძალიან დიდი საფრთხე აი ამ ნაბიჯებში, რომელსაც სახელმწიფო დგავს. საბოლოოდ საბა ბრაჭველი, ედვარდ მარიკაშვილი და კიდევ რამდენიმე დაკავებული ედვარდის მშობლიურ კუთხეში, კახეთში, თელავის იზოლატორში აღმოჩნდნენ. თბილისში არის ახალი აშენებული იზოლატორი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. და შესაბამისად თუ კი უნდათ რომ დისკომფორტი შეგიქმნან უფრო მეტი, ამ იზოლატორში კი არ გადაყავხარ რეგიონების იზოლატორებში, სადაც ზოგან მეტად უფრო რთული სიტუაცია, ზოგან ნაკლებად, თუმცა მიზანი არის ის, რომ იმაზე მეტი დისკომფორტი იგრძნო, ვიდრე თქვათ, ამას იგრძნო თბილისის იზოლატორში. საბოლოო ჯამში დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში არც მე და არც სხვა დაკავებულებს არ მოგვეცა იმის უფლება, რომ ვინმესთან კონტაქტი ქონოდა, შეგვეტყობინებინა სად ვიყავით ან როგორ ვიყავით, ან მაგალითად მე პირადად მინდოდა რომ სახალხო დამცველის აპარატს დავკავშირებოდი, რადგან ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობა იყო განხორციელებული, მაგრამ არც ამის უფლება არ მოგცეს. 2 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იმ პერფორმანსის კულმინაცია იყო, რომელიც არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ჯიუტის წევრებმა რამდენიმე დღით ადრე წამოიწყეს. დავამზადეთ ბანერი, სადაც გამოსახული იყო ირაკლი ღარიბაშვილი, A4-ის ფორმატებში შევაერთეთ ეს ფოტო, სახე გამოჩნდა და დავაწერეთ დაახასიათეთ ერთი სიტყვით. და სანამ ჯიუტზე გამოვიდოდით, იქამდე 1 საათის ადრე ჩემს პირად Facebook გვერდზე დავდე რომ 9 საათზე ყველა შეეძლო მოსულიყო და ერთი სიტყვით დაეხასიათებინა პრემიერი. და როდესაც აქ მოვედით, დავხვდა ალბათ 100 პოლიციელი, როგორც არაფერი ის, დაკავების მანქანები და ასე შემდეგ. და თავიდან ვიფიქრე რომ რაღაც მეთქი სხვა აქცია ხო არა რამე ჩანიშნული და რამე ხო არ ხდება და მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჩვენ გამოყოფილან მოსულები. აი როგორც კი მოვედით, გითხრეს რომ გვანახეთ რა ბანერი გაქვთ, ჩვენ რაღაც მიამიტურად ვაჩვენეთ და გაიგცნე ბანერიანად. ეს არის მეგობრებო ღარიბაშვილის ბოლო ზარი. ესე დავარქვით. ჯიუტები რისი ჯიუტები იქნებოდნენ, ეს ჩანაფიქრი სისრულეში რომ არ მოეყვანათ. ამიტომ მეორე, მესამე და მეოთხე დღეს სხვადასხვა შინაარსის წარწერებით არა მხოლოდ ბანერები შეიმკო. და როცა პროტესტანტებს ყველაფერი დასრულებული ეგონათ, პოლიცია სწორედ მაშინ ამოქმედდა. იმ დღეს არც ბანერი მეჭირა ხელში, არც წინააღმდეგობა გამიწევია და ესე უწყინარი, რავი, ვერც აი ახლაც არ ვიცი რა მიზეზი წამიყვანეს და რა მიზეზი დამაკავეს. შემდეგ ოფი შეადგინეს და თქვეს რომ წინააღმდეგობას გვიწევდა ხელში ბანერი ეკავა, რაც ორივე იყო ტყუილი. არასდროს არ ყოფილა ესეთი დამოკიდებულება. მოვიდოდნენ ფოტოს გადაუღებდნენ, გადააგზავნდნენ მორჩა. აი აქ რაც მოხდა, აი იყო სრული ტერორი რა. ბანერის გამო, აი ესეთი რაღაც არასდროს არ მოხდა და მე ვფიქრობდი რატო გამძაფრდა ასე სიტუაცია და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად აი კამპანიური ხასიათი აქვს დაწყებული, აი როგორც ახლა ილიაში დაიწყეს თავისუფალი სივრცე არის ხო ილიას უნივერსიტეტი, როგორც იქ დაიწყეს ესეთი ტერორის მაგარი რაღაცები, უნდა გამოუძებნონ რაღაცა თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ, ასევე უნდა თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ გარეთ და რა ყველგან ალბათ ეგზავნილი იყო. არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ჯიუტი გასული წლის აპრილში შეიქმნა და ის ასე მეტ ისეთ ადამიანს აერთიანებს, რომელიც ყოველ დღეს საღამოს 9 საათზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას პარლამენტის წინ მშვიდობიანად აპროტესტებენ. პროტესტი გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ გავაანალიზეთ, რომ ჩვენ ყავდა რუსული მთავრობა და ჩვენ საზოგადოება ვიყავით ევროპულები და ძალიან შეუსაბამობა იყო. და პროტესტი იყო საზოგადოებაში, როგორც ძალიან ცოტა ადამიანი გამოდიოდა და აპროტესტებდა და ვთქვით, რომ მოდი ყოველდღე გავიდეთ. ჩემთვის მაგალითად ეს არის მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირებაც, რომ ყოველდღიურად გავარ პარლამენტთან, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე ხდება, რომ რაღაც პრობლემა რო წამოიჭრება, რასაც აშკარად ყველა ვხედავთ, ხა უცებ აღელდებით ხოლმე და მე რაღაცნაირად ეს ტალღა გადაივლის და თითქოს გვავიწყდება და მე მგონია, რომ ჩემი ყოველდღიურად აქ დგომა არის ჩემი ყოველდღიური პროტესტის დაფიქსირება, რომ არასდროს არ მძინავს და ყოველთვის ფხიზლად ვარ და ყოველთვის აღვიქვა იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს და სულ ჩართული ვარ.
სწორედ ამ სიფხიზლის გამოძახილი იყო ჯიუტის წევრების მიერ აგორებული ის საპროტესტო ტალღა, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნებიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია. ღარიბაშვილის კრიტიკაზე ხელისუფლების რეაქციამ კი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის საფრთხე, რომელიც ავტორიტარული მმართველობის პირობებში ძალოვანი უწყებიდან მომდინარეობს. ეს საქმე არ არის საბაბრაჭველის საქმე. ასე მგონია, ეს საქმე პირველ რიგში არის კიდევ ერთი სიმპტომი იმისა, როგორი გახდა ჩვენი პოლიცია. პოლიცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს, მათ დიდი ასოებით უწერიათ ემსახურებით საქართველოს, თუმცა ამ ფრაზასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბოლო დროს ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ ისინი კრიმინალს ებრძოდნენ, დასდევენ პლაკატიან ადამიანებს, დასდევენ დედებს, რომლებიც წვიმაში თავიანთი შვილების უფლებებისთვის დგანან და თავში საფარს ართმევენ მათ, კაროს ართმევენ ადამიანს, რომელიც თავის შვილის საქმის გამო დგას ქუჩაში. ეს არ არის ის ფუნქცია, რასაც პოლიცია უნდა ასრულებდეს, ეს არ არის მათი საზოგადოებრივი ფუნქცია, ისინი ემსახურებიან ძალიან ხშირ შემთხვევაში არა ხალხს, არამედ უფროსებს, რომლებიც მათ აძლევენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება, რადგან ქართველი პოლიციელის სახე უნდა იყოს არა ის ადამიანი, რომელიც ფიცის ქვეშ ცრუჩვენებას იძლევა, არამედ ის, რომელიც ეხმარება ხალხს, ჩვეულებრივ ადამიანებს. სასამართლო პროცესებზე, რომლებიც ამთვის ბოლოს სხვადასხვა თარიღებშია ჩანიშნული, არაერთ პოლიციელს მოუწევს ცრუჩვენების მიცემა და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეება წარმოჩენა. სასამართლო კი, რომელსაც მართლ პარტიას გარიგებული კლანი აკონტროლებს, რა თქმა უნდა, მათყო არა პოლიციელებს დაუჯერებს. ჩვენ სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს არა პოლიციელის ნათქვამით, არამედ სამართლის პრინციპებით. პირველ რიგში სტრასბურგის სასამართლოზე ჩვენი კონსტიტუციური პრინციპებით. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა წარმოადგინოს ბრალმდებელმა მხარემ, ესე რომ ვთქვათ, პოლიციამ ამ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობა. მაგალითისთვის ჩვენ გვედავებიან იმას, რომ ჩვენ ვიგინებოდით. ჩვენ გვაქვს უამრავი ვიდეო, სადაც რასაკვირველი არსად არ ჩანს, რომ ჩვენ ვიგინებით. როგორ შეიძლება ამაზე სასამართლომ პოლიციელის მხარე დაიჭიროს, ხომ? ჩვენ გვედავებიან იმას, რომ ჩვენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ, მაგრამ სასამართლო, რომ იცოდეთ, ოფიციალურად არც კი ამოწმებს იმას, პოლიციელის ეს მოწოდება იყო თუ არა კანონიერი. ეს გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ დღემდე ველოდებით გადაწყვეტილებას, იქამდე კი ფაქტობრივად სასამართლო არის ქცეული ისეთ ორგანოდ, რომელიც პოლიციელის ნებისმიერ მოთხოვნას კანონიერად მიიჩნევს. ესეც არასწორია. უსამართლო სასამართლოს პირობებში ყველა იმ ადამიანის საქმე, რომელიც 2 ივნის თეთრი ფურცლების გამო დააკავეს, დიდი ალბათობით სტრასბურგამდე ჩააღწევს. პრემიერს კი, რომელსაც საკუთარი მეტსახელი ძალიან არ აინტერესებს, უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ერი საკუთარ გმირებსაც და ანტიგმირებსაც თიკუნის გასაოცარი სიზუსტით ურჩევს.